შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი. პირისპირ. რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. ნაწილი მესამე. პირველი. ისევ აივანი და სალაყბო. ცხოვრება რასელ სკვერზე და ბლუმსბერში მიმდინარეობდა ისე თითქოს ევროპაში სრულიად არაფერი შეცვლილ იყოს. ლეიფციგიდან დახევას არავითარი ცვლილება არ შეუტანია იმ ნაირკერცთა რაოდენობაში, რომელიც მისტერ სემბოს მოჰქონდა ბუფეტიდან. მოკავშირენი საფრანგეთში შეიჭრნენ, მაგრამ 5 საათზე სადილისათვის მიჩნეულ ზარს სრულიად იმგვარად რეკდნენ, როგორც ჩვეულებრივ. თეკერეი. ტერეზა, იონა, კორნელი და მაყაშვილები აივანზე ისხდნენ. ჩაის სვამდნენ და ზემოიმერულ ხაჭაპურებს შეექცეოდნენ. ვარდოს ძალიან მოსწონდა ხაჭაპური. როგორ აკეთებ, მასწავლე, შეეხვეწა ტერეზას. რთველის შემდეგ თბილისში ჩამოვალ, მიუგო ტერეზამ. პურის ფქვილი და უმარილო ყველი თუ ვიშოვე, ხაჭაპურს არ მოგაკლებთ. ფქვილსა და ყველს როგორ ვერ ვიშოვით? თქვენებური ყველი არ გამოდგება. ჩვენებური უმარილო ყველი უნდა. ბაზარზე იმერეთიდან ჩამოტანილ ყველს ქათამსა და სამტრედიის გოჩსაც ვიშოვით. ვერ წარმოიდგენთ, ქალბატონო ტერეზა, რამდენად სჯობია იმერული ქათამი და გოჭი კახურს. ჩაერია ქალთა საუბარში ჭამასმის მოყვარული ესტატე. თქვენ ქერს აჭმევთ ფრინველს, ჩვენ კი სიმინდს და იმიტომ სჯობია ბატონო ესტატე. ვითომ ეგ არის მიზეზი? საქმე საკვებშია, რა თქმა უნდა. სასუქ ინდაურს ჩვენ ცალკე ვამწყდევთ. ჭადის ცომს და ნიგოს ვაყლაპებთ და ძალით ვატენით პირში. ისეთნაირად გასუქებული ინდაური მინახავს, ცარიელი ქონი ყოფილა. აი ასეთი ინდაურის საცივი უნდა ნახოთ როგორია. აუხსნა ტერეზამ ესტატეს. განა მარტოკა საცივი, შეკაზმისა და ჭამადის მხრივ აღმოსავლეთი საქართველო ვერ შეედრება დასავლეთს. შენიშნა ესტატემ და ნერწყვი გადაყლაპა. რატომ? განა ხინკალი და ბოზბაში ნაკლები საჭმელია, არ დაეთანხმა ვარდო. მასაც ნერწყვი მოადგა და სუბუქი ტუჩები ვარდისფერი ენით გაილოკა. ლუარსაბივით არ გავჭირვეულდები, მაგრამ მე მგონი ხინკალს მაინც საცივი სჯობია ჩემო დარეჯან. ხინკალს გააჩნია, შეედავა ვარდო. თუ შური ხინკალი არ გიჭამია, განა არ გახსოვს დედაშენი როგორ ხინკალს აკეთებდა. დედაჩემის ხინკალი თვით ილია ჭავჭავაძეს უჭამია თელავში და ახტაცებით უთქვამს. უკეთესი არსად მინახავს და არც მიჭამიაო. მე თვითონ მახსოვს. დაჯდებოდა და სიცილით ეტყოდა დედაჩემს. დღეს 40 ცალი ხინკალი უნდა შევჭამო. ილია გინახავთ, ქალბატონო ვარდო? კითხა ილიას თაყვანისმცემელმა იონამ ვარდოს. უცნობი წვრილმანი, ილიას მიერ ხინკლის სიყვარული, ცხოვანი მწერლის სხვა ჩვეულებათა და თვისებათა აღნიშვნით შეიცვალა. რომელთა უეჭველობაში ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ვიკისრებთ.
როგორ თუ მინახავს, მიუგო ვარდომ. ილია ჩვენი ნათესავი, დედაჩემის ბიძაშვილი იყო. ძლიერ უყვარდა ჩვენსა მოსვლა. მახსოვს, ჩვენ დარბაზში ხშირად იმართებოდა კარტის თამაში. ბაბაჩემი მდიდარი თავადი იყო და ნასწავლი კაცი. თბილისიდან ჩამოსდიოდნენ სტუმრები. ილია მუხლზე დამისვამდა, მეფერებოდა. დედაჩემს ეხვეწებოდა, ვარდოს მშობლიური ენა არ დაავიწყო. ამბობენ, ილია დედაშენს ეარშიყებოდაო. დედაშენი მეტად ლამაზი ქალი იყო, გაეხუმრა ცოლს ესტატე. ნეტა რეებს ამბობ, იწყინა ვარდომ. ილია ჩვენ სახლს თუ ეტანებოდა ეს იმიტომ, რომ დედაჩემი მისი ნათესავი, სტუმართ მოყვარე და განათლებული ქალი ბრძანდებოდა. საფრანგეთში ნამყოფი, მწიგნობარი, მოწინავე იდეების მიმდევარი. იგი კარგად იცნობდა ვოლტერს, რუსოს, განმანათლებლებს. თავისუფალი სიყვარულისა და ქალთა უფლებების დამცველი იყო. ამის გამო მამასთან დავა და უკმაყოფილება ჰქონდა. რადგან ვარდო დედისა და მამის, თამარ და სანდრო მამაცაშვილების ქებას მოჰყვა, ამიტომ ტერეზამაც გამოიდო თავი. თავი არ დააჩაგვრინა ვარდოს და მანაც მოიგონა თავისი მშობლები, ნეტარცხონებული დარეჯანი და არჩილმდივნები. დედაჩემი, განაცხადა მან, სოლომონ მეფის სარდლის, პაპუნა წერეთლის შთამომავალი იყო. ზეთუ ნახავი და მწიგნობარი. წინაპართა და მშობელთა ქება დიდება, მათი სილამაზის, სიმდიდრის და გმირობის, სიბრძნისა და სულიერ თვისებათა ზღაპრული გაზვიადება თავადაზნაურთა უკურნებელი სენი იყო. როგორც ჩვენი ქვეყნის ციხესიმაგრეები და უმნიშვნელო კოშკებიც კი თამარ მეფის სახელთან არის დაკავშირებული, ასევე ყოველი თავადი და აზნაური უთუოდ მეფეთა და წარჩინებულ პირთა შთამომავლად ასაღებდა თავის თავს. ამიტომ გასაკვირი არაა თუ ვარდო ერეკლე მეფისა და ილია ჭავჭავაძის ნათესავი აღმოჩნდა. ტერეზა სოლომონ მეფისა, ხოლო პლატონ მოგველაძე კი გაბრიელ ეპისკოპოსისა. ჩაის შემდეგ აგოიამ ჩხირზე წამოგებული შემწვარი ჭყინტის სიმინდი მოიტანა. ორი ყველაზე დიდი და ჩინებული ტაროკი ზურგს უკან დამალა და კორნელის და ნინოს მისცა. ტერეზამ გაიცინა, აგოია კორნელის და ნინოს პარტიისა. ჩვენ ხალხი არა ვართ ბიჭო. აგოია შეხტა და გაიქცა. სიმინდს ჭაში ჩაცივებული ტკბილი მსხალი მოაყოლა. ნინომ ყუნწი ამოსწია, ყუნწი ტკაცუნით ამოვარდა. ამ დროს ბაღში მალაღურები ჩაფრინდნენ და კორნელის ბაზარში შაშხანის გასროლა მოაგონდა, თავზე რომ ზუზუნით გადაუარა ტყვიამ. მაშინაც ასეთი მზიანი დღე იყო, ყუდრო და მშვიდი. ასე ისხდნენ აივანზე ვარდო, ნინო, ტერეზა, იონა და მსხალსა და მწიფე კორკიმელს. ასე იყო მოწმენდილი ცის ტატნობი და მაშინაც ასე მშვიდად იდგნენ უდნობი თოვლით გადალესილი შორეული ქედები, თითქო მუზარადი დაუხურავთ თავზე, ცას შეჰკედლებიან და დაბლა მიწაზე მომხდარი ამბავი, ბრძოლა, ჭიდილი და პატარა ადამიანთა პატარა ამბები მათ არ შეეხებათო. მოაგონდა კორნელის და მაშინვე სარკოიას მიმართულებით მაღალი მთიდან ზარბაზნების გრიალი გაისმა. ტერეზა შეკრთა. დომენტი ხვედელიძე ეზოში გამოვიდა, თას გახედა და განაცხადა. სოფელ მაღალგორას ესვრიან. აღარ გათავდა ეს უბედურება, შენიშნა იონა. ნუ თუ ისევ აჯანყება, იყვირეს ქალებმა. არა, ეს უკანასკნელი გაბრძოლებაა. მაღალგორასთან საქართველოს საზღვარიც თავდება. აუხსნა დომენტიმ და უიმედოდ ჩაიქნია ხელი. ზარბაზნების გრიალი გახშირდა. მთებიდან დახშული გუგუნი ისმოდა.
თითქოს ავდარმა გაიარა, ღრუბლები ქედების იქეთ გადავიდნენ და ქუხილის შერეული გრიალი მოისმისო. წარმოიდგინეთ, 100 ზარბაზნიდან ერთად რომ ისროდნენ, როგორი წარღვნა დადგებოდა ამ გარესკნელზე. განაცხადა პლატონმა. მსოფლიო ომის მონაწილე ერთმა გერმანელმა ოფიცერმა მიამბო, მაკენზენის ზარბაზნების გრიგალისებური ცეცხლის წინაშე უკუქცეული იტალიელი ჯარისკაცები დღეში 60 კილომეტრს გარბოდნენ, რის გამო დაბეგვილი საჯდომი დიდხანს ტკიოდათ. იონამ გადაიხარხარა და პლატონს ჰკითხა, საჯდომი რისთვისღაც ტკიოდათ? პლატონი დღეს ცუდგუნებაზე იყო, შერცხვა, მაგრამ რადგანაც სალონური საუბარი ერთხელვე დაარღვია, ამიტომ გაჯიუტდა და იონას მიუგო. როცა კაცი სწრაფად და დიდხანს გარბის, ფეხის ქუსლი საჯდომს ხვდება. ახლა უკვე ყველა იცინოდა. შეკაცო, რამდენჯერ გავქცეულ ვართ, მაგრამ საჯდომი არ დამიბეგვია, გაოცდა იონა. რა უზრდელობას ლაპარაკობ ამ დილით, ჩვენო ესთეტიკოსო? მე მეცინის, ვაჟბატონი, ცინიკოსიაო, თუმცა ასე სჯობია, ჩემო პლატონ, დროა ციდან დედამიწაზე დაეშვა. დარწმუნდი? საჯდომი ისეთივე აუცილებელი, მნიშვნელოვანი და განუყრელი ნაწილია ჩვენი სხეულისა, როგორც ლოყა, ცხვირი და თვალი. თვალის მსგავსი ადამიანს არა გააჩნია რა, შეედავა პლატონი. ქვეყანას, რომელსაც ვხედავთ, ვერ აღვიქვამდით და ვერ შევიცნობდით უმისოთ. თვალის საშუალებით გადავცემთ ხოლმე ერთმანეთს ჩვენს განცდას, აზრს, სიყვარულის გრძნობას. თვალის საშუალებით ვწვდებით სილამაზეს. გოეთე ერთ თავის ელეგიაში ამბობს, განა ყველაზე უკეთ, მაშინ არ ვწვდები სილამაზეს, როდესაც ლამაზი ასულის აღნაგობას თვალხილული ხელით ვსინჯავო. არა, ძმაო, გაიცინა და იყვირა იონამ. არც ერთი წესიერი გოგონა არ დაუშვებს, რომ პოეტი თვალხილული ხელით შეეხოს მას. სიცილ ხარხარი ატყდა. რა აუტანელი ხარ, იონა, იწყინა პლატონმა. მე ესთეტიკურ საკითხებზე, სილამაზის ცნებაზე მოგახსენებ, შენ კი ყველაფერი ოხუნჯობამდე დაგყავს. ზარბაზნების გრიალი შეწყდა. არ გეწყინოს, პლატონ, განაცხადა მცირე დუმილის მერმე იონამ. მე განზრახ ვლაპარაკობ ასე. მინდა ციდან დედამიწაზე დაეშვა, სადაც ტალახი, კამეჩის განავალი, ნეხვით შეგხვდება. მაგრამ იცი, ცხოველთა და ფრინველთა სკორე, ის ხეხვი სოფლად მომუშავეებს ხანდახან ოქროს ფასად გვიღირს. ვინ მოგახსენათ, რომ მე მიწას გაურბივარ, პირიქით, მე მიწის ჯულს და მის ძალას ვქადაგებ და არა ევროპის რაფინირებულ კულტურას, ცივილიზაციას. მე გავეკეცი ქალაქს იმისთვის, რომ თავი შევაფარო სოფელს, მიწის პირველ ყოფილ სინედლეს. აი, თქვენი კულტურა. დაიძახა პლატონმა და ამ დროს ატეხილ ზარბაზნების გრიალზე შეაჩერა დამსწრეთა ყურადღება. ხალხი ერთმანეთს ანადგურებს. მე არც ერთი მათგანის მხარეზე არა ვარ, ვინაიდან ისინიც და ესენიც მატერიალური დოვლათის გადალაგებისათვის და განაწილებისათვის ზრუნავენ და ებრძვიან ერთმანეთს და არა ადამიანში უკვე დაკარგული სულის აღდგენისათვის. მე სულ სხვა ყოფას და ხანას შევნატრი. მაინც? ჰკითხა იონამ და პირველად შეატყო პლატონს ჭარბი აღგზნება, ახირებული ულოგიკო საუბარი, საშინელი ჯიუტობა და ეწყინა. პლატონმა კი მთვრალივით შეანათა თვალები და განაგრძო.
მე შევნატრი უძველეს ხანას, როდესაც არ იყვნენ ცათამწვდენები, მანქანები, ასფალტი, რკინა ბეტონი, ოქრო, მიწურში ცხოვრობდნენ, პირველყოფილი კავით ხნავდნენ ყველასათვის სამყოფ დედამიწას, ხელით რთავდნენ და ქსოვდნენ ცხრის მატყლისაგან შალს, შვილდის რით ნადირობდნენ, მაშინ მიჯნურობაც და ზნეობაც მაღალი იყო, ქალიც ჯანსაღი, გულწრფელი, უფრო უბრალო და სადა. იგი დიდად განირჩეოდა თანამედროვე ევროპის კულტურით გარყვნილი ქალისაგან, კრეპდეშინებითა და ფაიდეშინებით განებივრებულ, სისხლნაკლულ, უსაქმო ანგარებით სავსე ცბიერი და მოღალატე დიაცისაგან. იმ უძველესი ეპოქის კაცსა და ქალს არ ცხვენოდათ პირველ ყოფილი სიტიტულისა, რადგან იგი გულუბრყვილო და წმინდა იყო ისევით ბუნება. ასეთი პირველყოფილი და წმინდა სიტიტულე ახლავთ სახელგანთქმული ფრანგი მხატვრის პოლ გოგენის ტაიტელ ქალებს, რომლებიც თავიანთ ბუნებრივ ყოფაში წარმკაცად გამოიყურებიან. გოგენის ტაიტელები ახალი მადონები არიან. ევროპის ცივილიზებული ქალის სიტიტულეს კი უსირცხვილობის ბეჭედი აზის. და თუ ის ლამაზია, უფრო უარესი, მაშინ იგი წყაროა ბოროტებისა და ტანჯვისა, როგორც იგივე გოგენი ამბობს თავის ნოანოაში, მაგონდება უიტმენის სიტყვები, ოჰ, გავსწიო იქ, სადაც საკმაო სივრცეა და ჰაერი, განვთავისუფლდე ბორკილებისა და პირობითობისაგან, ჩემი ოცნება შავხევსურეთი და სვანეთია. არა, პატივცემულო პლატონ, თქვენ იქ ვერ გაძლევთ, არ დაეთანხმა ტერეზა. ჩვენ ხშირად ვაბრუნებინებდით სვანებს სავენახე მიწას. ნადირთა ტყავის ტყაპუჭებიან, პაჭიჭებიან, ჩიყვიან და ჩულიან სვანებში. თქვენ როგორ გაძლევთ? გზა მშვიდობისა, ნახოთ როგორ გაძლევს კულტურისა და ცივილიზაციის უარმყოფელი ჩვენი გოგენი მთაში, სვანეთისა და ხევსურეთის მადონებში, განაცხადა იონა. თქვენ სათანადოდ ვერ მიცნობთ, მე იონა, განავაჟა არ გაექცა თქვენს ევროპულ კულტურას და ცივილიზაციას, ეს გაქცევა ტრაგიკულია მეტად, მიუგო პლატონმა. სწორედ რომ თქვათ, შენიშნა ესტატემ, ვაჟა-ფშაველა არა მარტო თავისი წარმოშობით, არამედ თავისი სულიერი ცხოვრების მიხედვითაც ტიპიური ფშაველი იყო, თისკაცი. ის არ იყო გამსჭვალული იმ კულტურით, რომლის მანკიერებას თქვენ აქ აძაგებდით. ამიტომ მისგან გაქცევა მას არ სჭიროდა. ვაჟა იგივე ტიპიური ფშაველი იყო, ფშავთა თვალით ხედავდა, ფშავთა ყურით ისმენდა და მაინც და მაინც დიდი კულტურა მას არ სტანჯავდა. ვერც სემინარიამ, ვერც უნივერსიტეტმა ვერ შეძლო შთაებერა მასში თანამედროვეობის სული. მისი აღქმა და ათვისება დარჩა პრიმიტიული, ზნეობა საშუალო საუკუნეობრივი. მას არაფერი არ გაეგებოდა ჩვენი უტილიტარიზმისა, არ ჩვენი რაციონალიზმისა, ორთქლის, ელექტრონისა და მანქანების ხანაში. იგი თავისი მუზარადით და თავისი რაინდობით წარსულის აჩრდილს მოგვაგონებდა. ვაჟას უკულტურობა სხაპარია. იყვირა, არ დაერიდა პლატონი ესტატეს. ნუ გავიწყდებათ, იგი პეტერბურგის უნივერსიტეტის მსმენელი იყო, პლატონისა და პლოტინის, კანტისა და კონტის, ნიცშეს და შოპენჰაუერის, შექსპირისა და გოეთეს მცოდნე. მას კიდე რაღა ეშმაკს უწოდოთ კულტურა,
მისი ჩოხა და ფარხმალი ისეთივე საცნაურია, როგორც ლეონ ტოლსტოის გლეხური ჩექმა, ხალათი, კავი და ცელი. იგი ფშაველი კაცის სიბრძნით სუნთქავდა, ხოლო ლეონ ტოლსტოი ადამიანის ბედნიერებაც ცვლიდა ცივილიზაციისაგან თავისუფალი რუსი გლეხის სიბრძნეს და პირველყოფილებას, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ დააღწია თავი ცივილიზაციის დამღუპველ უღელს. ცივილიზაცია განუხრელი და აუცილებელი გზაა მთელი კაცობრიობისა, ჩაერია კამაჩი სტეფანე. ამ გზით მიდიან ყველა ერები, ზოგი ჩქარა, ზოგი ძნელა. ამიერიდან ჩქარი ნაბიჯით სწავლენ ცივილიზაციისაკენ, ფშავ ხევსურებით, სვანებით. ვინ წაიყვანს მათ? ბოლშევიკები ხომ არა? ისტორიული აუცილებლობა წაიყვანს და თუ ამის გამომხატველი ბოლშევიზმია, მაშინ ბოლშევიკები წაიყვანენ. ხოლო რაც შეეხება ლევ ტოლსტოის, რომელსაც თქვენ რატომღაც ლეონ ტოლსტოის უწოდებთ და ვაჟა-ფშაველას მსოფხედველობას, მათი საკითხი გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე თქვენ გონიათ. მათი გლეხური თუ ფშაური საშუალო საუკუნეობრივი ტანისამოსი არა გლეხურ სიბრძნეს გამოხატავს, არამედ პატრიარქალურ სოფლურ ცხოვრებასთან მათ ორგანულ კავშირს. გლეხის წმინდა უბრალოებას ისინი უპირისპირებდნენ ბურჟუაზიის ანგარებას, გაუმაძღარ სიხარბეს, სისაძაგლეს, რომლითაც იგი სოფლურ ყოფას სწავლავდა. ეგ პოლიტეკონომიის ქრესტომათიულ კურსებიდან ამოღებული ფილოსოფიაა. ვიცით ეგ ამბავი. ალბათ არ იცით. რახან ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების უბრალო ახსნა რაღაც მისტიკით გინდათ შესცვალოთ. ლევ ტოლსტოისა და ვაჟა-ფშაველას შემოქმედება ხალხის ძირებით იკვებებოდა, მაგრამ მათ შემოქმედებაში ფილოსოფიურ შეხედულებებში აისახა აგრეთვე ახალი ცხოვრების გაგების უმწეობა. იგი იყო გამოძახილი გლეხთა უმწეობისა, ანგარიშმიუცემელი შიშისა, მათთვის ტრაგიკული სიახლის წინაშე. გლეხები ბატონყმობისაგან გაათავისუფლეს, მაგრამ მიწები კვლავ იმავე მემამულეების და სოფლის ბობოლების ხელში დარჩა, მაგრამ სიღატაკეს და შიმშილს, სოფელში მდიდრისა და მევახშის ძალადობას მორწმუნე გლეხი განიცდიდა როგორც ღვთისგან მოვლენილ უბედურებას და ფატალურად ემორჩილებოდა თავის ბედს. ეს მორჩილებაც თუ გნებავთ ხალხის სიბრძნის გამოხატულებაა. დაიცად, დამამთავრებინეთ ჩემი მოსაზრება, მაშინ დავინახავთ, რაში მდგომარეობს ხალხის ჭეშმარიტი სიბრძნე. ფატალიზმი, ბოროტების წინაშე მორჩილება განსაკუთრებით მძაფრად გამოიხატა ლევ ტოლსტოის ნაწარმოებებში. ვაჟა-ფშაველა სვამდა თავის ნაწარმოებებში ადამიანისა და საზოგადოების, ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის, ძველ საზოგადოებაში ადამიანის ტრაგედიის ღრმა სოციალურ და ფილოსოფიურ პრობლემებს, მაგრამ მანაც ვერ შეძლო გაეგო თუ როგორ მოესპო ეს ტრაგედია. განა შეიძლება საერთოდ მისი მოსპობა. აქედან არის გამოწვეული მის მიერ მთის სათემო წყობილების, მემამულისა და გლეხისათვის ბედნიერი პატრიარქალური ცხოვრების იდეალიზაცია. თქვენ თვითონ იგონებთ ტრაგედიებს იმის ასახსნელად, რაც ტოლსტოისა და ვაჟა-ფშაველასათვის სრულიად ნათელი იყო. დარწმუნებით ლაპარაკი როდი ნიშნავს ნათლად და გარკვეულად ლაპარაკს. ჭეშმარიტებისაკენ მიიმართება არა სწორი და განუხრელი, არამედ მიხვეულ მოხვეული და დაბრკოლებებით სავსე გზა, ბრთხილად,
ბრთხილად არ დაეცეთ მარქსისტებთან ერთად მაგზაზე. სხვაზე ცუდად არ მივლია და არც ვივლი. მაშ ასე მე ვამთავრებ. ტოლსტოი და ვაჟა-ფშაველა ნამდვილად აიდეალებდნენ პატრიარქალურ გლეხურ ცხოვრებას, მაგრამ ისინი სრულიადაც არ იყვნენ ცივილიზაციის მოწინააღმდეგენი. მათი ფილოსოფიის მეორე მხარე გახლავთ გლეხური რევოლუციის იდეოლოგია. ორივეს მათ თელის თავისი არსებით ეზიზღებოდათ ძველი წყობილება. ისინი ოცნებობდნენ მის დამხობაზე და ახალი კულტურული ცხოვრების დამკვიდრებაზე. თქვენ, ისე როგორც მარქსისტებმა იციან ხოლმე, ცდილობთ დოგმატიკური მოძღვრების ჩარჩოებში ჩასტენოთ ყველაფერი, ხოლო რაც იმ ჩარჩოებში არ თავსდება, მას მისტიკად აცხადებთ. გაბრას და პლატონი. უცებ ისევ ზარბაზნების გრიალი გაისმა. ტერეზამ პირჯვრის წერა დაიწყო. აი, რეალური ჩარჩოები კლასთა ბრძოლისა, რომლის აშორება არც ერთ ადამიანს არ შეუძლია. განა ეს არის დოგმატიზმი. შენიშნა სტეფანემ პლატონს. ალბათ ბოლშევიკებმა ისევ მოახერხეს დიდი ძალების შემოკრება. თუ კი ასე წინააღმდეგობას უწევენ მთავრობის ჯარს. სასო წარკვეთილი ხმით წარმოსთქვა ესტატემ. იონა ვერ ისვენებდა. ბაზარში წასვლა და ახალი ამბის გაგება სურდა. ტერეზა და ვარდო აფრთხილებდნენ. ასეთ დროს შინ ჯდომა სჯობიაო. შინ როგორ დავჯდე, როდესაც ასეთი დიდი ამბები ხდება, ხალხო? თაში ზარბაზნების გრიალი შეწყდა. ყუდრო და მშვიდი საღამო დადგა.